როგორ გავშალოთ სუფრა? არა, მოდი ხო. ნახე რა საკაიფო ადგილი. აქ ჩამოვეტევი. პროსტა ბევრი ტოტია წვრილი, რომელსაც შეიძლება გავედოთ. და შეიძლება ლიპო გავაფუჭოთ და. გამარჯობა. მაგას სალმებით. მოკლედ აკუმულატორები როგორ დატენო სწორად? როგორ შეგიძლია დატენო ისე რომ მალე დატენო და თან მალე გააფუჭო, ან პირიქით არ გააფუჭო. მაგ ყველაფერზე, მაგ დეტალებზე დღეს ჩვენ ვისაუბრებთ. უფრო სწორად ლევანი ისაუბრებს ელემენტებზე, უფრო მეტად ჩაღრმავებულად ლევანი შეუძლია მაგის ახსნა, ვიდრე მე, იმიტომ რომ მე როგორც ცნობილი ელემენტების განფუჭებელი ადამიანი, ჩემი რჩევები არაფერში არ გამოგადგებათ, ელემენტი ვერ გავაფუჭე რა. ეცადა რომ მოეკლა, მაგრამ ვერ მოკლა. მართლა ვერ გავაფუჭე, წარმოიდგინე ერთ ელემენტზე მქონდა მე-5 და მე-6 სელზე 40 ომი წინაღობა და დანარჩენებზე 7 იყო რა. ანუ ფაქტორად ეგ ელემენტი იყო მკვდარი და წინაზე ვიფრინე, ვაწურინე, რომ მეთქი ბარე ბოლომდე მოკლავ მაგ ელემენტს თქო რა, რომ ნუ გადასაგდებად ესე გენანება მაინც ასე თუ ისე ძვირი ღირს რა. ხო და მე კიდე ერთხელ დავტენე, იმიტომ რომ ჯერ არ იყო ბოლომდე მკვდარი რა. დავტენე, ვიფრინე, კიდე გავწურე ბოლომდე, რაც შემეძლო და ბოლოს ის გაიჩნდა იმეროლეს კიდევში რო არის, მიცვალებული ადგა და წავარდა. გუშინ თუ გუშინ აკუმულატორი. გუშინ ხო, გუშინ ღამე ვტენიდი ელემენტებს ისევ ის რომელიც მე-4 ნომერი ელემენტი რომელიც ჩამოწერილი მაქვს უკვე რა რომ გონია რომ всё მაგის სიცოცხლე დასრულდა დავტენი ბიჭ და უყურებ რომ წინაღობები გასწორ არ ვიცი რაღაცა საოცრებასთან აგვაქვს საქმე თუ რაღაცა უბრალოდ დამთხოვა მაგრამ ჩემა ელემენტმა მოკლედ საკმაოდ სერიოზული ხათაბალებს გაუძლო ტანჯვას აი არ ვიცი როგორ ავხსნა რა უბრალოდ ელემენტი იყო გადადებული რომელიც ვიცოდი რომ მკვდარი იყო და გადარჩა წავედით ახლა ჩემოლევან და დამტენი აქვე ხო გვაქვს ყველაფერი და კი ბატონო ავხსნათ მენტიცა ხო მოკლედ ესე იგი დღეს ვისაუბრებთ იმაზე როგორ გავშალოთ სუფრა არა მოდი ხო აკუმულატორები ადრე და ეხლა დავდოთ სადღაც მაგრამ ჩვენ ვახატებულები და ამ შემთხვევაში ვისაუბრებთ იმაზე როგორ უნდა დავმუხტოთ ჩვენი ლითიუმის აკუმულატორები. პირველი ის რაც მინდა აღვნიშნო ახალ ლითიუმის აკუმულატორს რომ შევიძენთ. ხო, აი ჩავთვალოთ რომ ეს არის ახალი აკუმულატორი. 5-დან ახლად ამოღებული. პირველი რაც უნდა გავაკეთოთ არის დავმუხტოთ და განვმუხტოთ. ორჯერ. ამის შემდეგ ნუ მე ერთხელ შვები ხოლმე. ხო, მე ორჯერ შვები ხოლმე, სახში ისე მაგ რა ქვია სპეციალურად დატვირთვა, ანუ ნაგრუზკა იმ დატვირთვაზე ვაერთებ ამ ლითიუმის აკუმულატორს და 6 ამპერით განმუხტავს 9 საათში თუ 40 წუთში. ეს არის იმისთვის რომ როდესაც აკუმულატორს დაამზადებს წარმოებელი ის მასში ფენებს შორის დევს ისეთ ნივთიერებას რომელიც ამ აკუმულატორს აძლევს საშუალებას რომ დახელზე დიდი ხანი იდოს. ანუ მალე რო არ გაფუჭდეს. მალე რო არ გაფუჭდეს. სიახლე რო შეინარჩუნოს. კი. და როდესაც ახლა ჩვენ შევიძენთ აკუმულატორს ეს ფენები აღარ გვჭირდება და იმისათვის რომ ფენები დაიშალოს და აკუმულატორი გადავიდეს სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ამისათვის საჭიროა რომ დავტენოთ და განვმუხტოთ ნუ ერთხელაც შეგიძლიათ მაგრამ მე ორჯერ ვაკეთებ მაგალითად პირადად და შემდეგ უკვე შეგიძლიათ გამოიყენოთ აკუმულატორი სრულ დატვირთვაზე. ეხლა როგორ დავტენოთ? აი შევიძინე აკუმულატორი, ეს ახალი აკუმულატორი არის, როგორ დავტენოთ? აი იმისათვის რომ სწორად მოვახდინოთ აკუმულატორის დამუხტვა, პირველი რაც უნდა წავიკითხოთ არის ინსტრუქცია, რომელიც რომელიც არავინ არ კითხულობს და ინსტრუქციის მიხედვით ნებისმიერი აკუმულატორის მოყვება ხოლმე ინსტრუქცია, რომელიც ამ შემთხვევაში აქ არ წერია რამდენიც შეგვიძლია დავმუხტოთ, მაგრამ ინსტრუქციას წერია მაქსიმუმ რამდენი ყუთში ამ ელემენტს რო ყიდულობ, უმეტეს ელემენტის ყუთში დევს ხოლმე მთლიანი ინსტრუქცია, რამდენზე შეიძლება რომ დაიტანოს. ეს მე მგონი 5 თუ 6 C-ზე შეიძლება. ხო, ეს 5C არის, როგორც მე მახსოვს. ანუ C რას ნიშნავს? რა არის C? როგორ უნდა გავიგოთ რამდენი ამპერით უნდა დავმუხტოთ? C რა არის, ეგ მეც მაინტერესებს. კი ბატონო. რამდენი ამპერით უნდა დავმუხტოთ ჩვენი აკუმულატორი, ხო? ახალი შეძენილი აკუმულატორი. 2 ამპერით? 5-ით?
ერთით თუ რამდენი? და რა, მოდი მე ვიცი როგორ იმ ადამიანების მაგივრად შევესწრები კითხვები დაგისვა, რომლებსაც არაფერი არის, ანუ რაც მე გამიჩნდებოდა მაგალითად რა. ნუ თუ უფრო მეტი სხვა მეგობრებო, თუ რაღაცა უფრო მეტი სხვა კითხვებიც გექნებათ, ავსო დასვით კომენტარებში და შევესწრებთ ყველა კითხვაზე გიპასუხოთ, მაგრამ ეხლა მე შევესწრები რაც უცებ თავში მომიფიქრდება, ის კითხვები დაუსვა ლევანს, ნუ თქვენს მაგივრად და მაგ კითხვებზე გიპასუხოთ, იმიტომ რომ ეს ზოგადად ეხლა რომ ვილაპარაკოთ ძალიან რთულია, რომ ყველა დეტალი აიხსნას. ლევან, აი მითხარი მაგალითად C რა არის, აი როგორ რას ნიშნავს, აი 5C მაგალითად. აი 5C ნიშნავს მაგალითად ჩვენი აკუმულატორი ხო, ამ შემთხვევაში დოკომი არის 1480. ჩავთვალოთ რომ 1500. ეს 1C ამ შემთხვევაში იქნება 1.5 ამპერი. 1C-თ რომ დავმუხტოთ ეს აკუმულატორი. 5C იქნება 5 ჯერ 1.5. მაგდენი ამპერით შეგვიძლია დავმუხტოთ 5C შემთხვევაში. ეს არის მაქსიმუმი. მე ამის გაკეთებას 5C-თ დამუხტოთ არ გირჩევთ. თუ რაიმე ექსტრემალური რატო არ გვიჩა, რატო რომ დავტენო 5C-ი მაგალითად? აი 5C-თ კი შეგიძლიათ სიტყვაზე რომ 6 ამპერით დავტენო რა მოხდება. ჯერზე ეგრე არ გირჩევთ, იმიტომ რომ მალე გამოვა ეს აკუმულატორი მწყობრიდან. ანუ ის ციკლები რომელიც აქვს თქვა 100 ჯერ შეგიძლია დამუხტო, რასაც გვეუბნება სიტყვაზე მწარმოებელი, გავიხდება 20 ციკლი. ანუ მალე გამოვა მწყობრიდან. 5C-ი რომ ყოველ ჯერზე ვტენოთ. ეს მაქსიმუმი არის იმ შემთხვევაში, როდესაც ან სუხომ დამირეკა და ნახევარ საათში უნდა ვიყო სადღაც და იქ უნდა ვიფრინო. ჩქარა რომ დავმუხტო, იშვიათ შემთხვევებში კი ბატონო შეიძლება, თუმცა 5C-ი მაინც არ გირჩევთ ამ ერთი აკუმულატორის დამუხტოს. მაქსიმუმ მე მუხტავ ხოლმე 2C. всё. კაი, ეხლა კიდე ერთი კითხვა. მაგალითად Z ვერ ვნახე წარწერა ან ზოგიერთ ელემენტს არ აწერია, რამდენი C-ი შეიძლება რომ დავტენოთ და ელემენტი არის სიტყვაზე 1480. კაი, 1300 მახიანი ელემენტი. კი ბატონო. როგორ გავიგოთ რამდენი C აქვს? მარტივად 1C არის ის რა ტევადობაც აწერია, ანუ 1480 მAh. ანუ გამოდის 1.48C. 48 ამპერ-საათი, ანუ მილი აღარ იქნება, მილი რომ მოვაშოროთ 3 ციფრით მარცხნივ უნდა გადავწიოთ მძიმე და დავსვათ 1-თან. და გამოვა 1.4 ამპერ-საათი. ანუ C გამოვა ამ შემთხვევაში 1.4. Yes. ძალიან საინტერესო დარწმუნებულა ბერსე ახლებს ეგ განსაკუთრებით დაინტერესებთ რა, ნუ კიდე რა კითხვები. ხო, და ნუ გავიგეთ, რომ ესე შეგვიძლია მაქსიმუმ 5C-ი დავტენოთ, ესე იგი 5 ჯერ 1.5 ამპერით, 1.4 ზუსტად რო ვიყოთ, რახან ეს 1480-ია. და რეკომენდებული რამდენი ამპერით ტენვა, რომ უფრო დიდხანს იცოცხლოს. რეკომენდებული არის საერთოდ გამოიყენოთ 1C. აქ მეგობრებო, ერთი რამე მინდა კიდე აღვნიშნო, რომ როდესაც ჩვენ მაღალი ამპერაჟით ტენით, ჩვენ ვამცირებთ დატენვის დროს. ანუ დროის შემცირება ხდება. თუ თქვათ 1C-ი უნდა დაიმუხტოს აკუმულატორი 40 წუთში, 5C-ი რო დავმუხტავთ 10 წუთში დაიმუხტება. ანუ ეს არის განსხვავება რა. მაგრამ ამასთან ერთად დროს რო ამცირებთ დამუხტვის, ამცირდება მისი რესურსიც. ამიტომ ჯობია რომ დავმუხტოთ ხოლმე 1C-ი. თუ C არ გვაქვს მოცემული და ხშირ შემთხვევაში შეიძლება არ ახონ მოცემული რამდენიც უნდა დავმუხტოთ, ავიღებთ აკუმულატორის ტევადობას, გადმოვიტანთ 3 ციფრით. შუაში წერტილს დაუსვათ და ეგ არის. 3 ციფრით ძიმეს 1-თან ძიმეს დავსვათ და ის იქნება ჩვენი 1C. ანუ ის გვეტყვის რამდენი ამპერით უნდა დავმუხტოთ. 1300 მAh-იანი შემთხვევაში 1.3 იქნება 1C, 1200-იანი შემთხვევაში 1.2 და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შეიძლება 5000 mAh-იანი ქონდეს და იქ 5 ამპერით უნდა დავტენოთ და ეს იქნება 1C. იმ აკუმულატორისთვის, იმ კონკრეტული აკუმულატორისთვის. კაი, გაუშვათ ახლა ტენვაზე. ეხლა დასატენად რომ გაუშვათ, ჯერ უნდა გავიგოთ რა მდგომარეობაში არის ეს აკუმულატორი. კი, ახალი შეძენილი კი არის, მაგრამ შეიძლება უკვე ამით ვიფრინე და არ ვიცი, ანუ გარედან არ ეთყობა, როგორ გავიგო, დამუხტულია, განმუხტულია, შეიძლება დამავიწყდა ამით ფრენა. მე მგონია რომ ვიფრინე, მაგრამ დამუხტულია ეს აკუმულატორი და არ ჭირდება ამას დამუხტო. ამისათვის ესეთი მოწყობილობა უნდა შეიძინოთ, რომელიც არის, ეხლა მე ამ კომპანიას არ უწევ რეკლამას, მაგრამ ძალიან კარგი აკუმულატორის ძაბვის შემოწმებელი cell checker-ი ქვია ამას. ანუ ეგ იმას არ ნიშნავს რომ იგბანძია. არა, ძალიან მაგარი არის, მაგრამ უბრალოდ ძალიან ისა რა ქვია, ძვირია, ბევრი სხვადასხვა შესაძლებლობები აქვს, თუმცა ეს არის რა ქვია,
უფრო იაფიანების წავი რომ იაფიანების არსებობს ეს რაღაც მგონი $40 ეს. არ ვიცი რა ღირს მე დათო მაჩუკა. ანუ ძალიან მაგარი მაღალი კლასის ძაბვის შემოწმებელი არის, ამიტომ შეგიძლიათ ტელეფონის დატენოთ USB აკაკი. ტელეფონი შეგიძლია დატენოთ და ბალანსით შეგიძლია გავუკეთო ელემენტი თუ არა და ბალანსი. ძალიან კაი რამეა, უბრალოდ ძალიან ძვირია და ანუ დამწყებისთვის შეიძლება ხელმისაწვდომი არ იყოს და არის $3-იანებიც არის ჩეკერები მოკლედ, მაგას არა აქვს. მოკლედ როგორ გავიგოთ ამ 8S-ის მხარდაჭერა აქვს უბრალოდ და მაგით ვაკეთებ. ხო, კი ბატონო, ეგეც აძვირებს. შეგვიძლია ავიღოთ balance plug, ანუ ეს ბალანსერი და ეგ შევაერთოთ. ერთ რამე უნდა გავითვალისწინოთ, რა არის მითითებული მინუსი, ანუ ეს მინუსია. 8S-იანია და მაგით გასათვალისწინებელი. პირიქით რო არ შევარჭოთ, ისიც არის აქ რომ აი ნახეთ რიჭოები აქვს თუ ჩანს, ანუ იმას ვერ ვიზავთ რომ ეს პირიქით შევაერთოთ და რამე გავაფუჭოთ რა. მაინც არ გაფუჭდება პირიქით რომ შევაერთო, პროსტა პინები შეიძლება დაღუნო. ესე ვაერთებთ აქ და ეს გვეუბნება იმას რომ ეს აკუმულატორი არის დამჯდარი, ანუ ნახეთ თითოეული კილა, ანუ ბანკა წარმოადგენილია, ეს არის 6 კილიანი აკუმულატორი და თითოეული კილის ძაბვას გვიჩვენებს და საერთო ძაბვასაც, აი ზევით არის 22.1 და 21.1. ეს აკუმულატორი დამუხტული რომ იყოს, უნდა თითოეული კილის ძაბვა უნდა იყოს 4.2 ვოლტი. ამ შემთხვევაში გვაქვს 3.7 და რაც ნიშნავს იმას, რომ ეს აკუმულატორი არის დასამუხტი. მან даже პროცენტებს წელს ნახე, 13% არის ელემენტი. ხო, კი ბატონო. მე ყოველთვის უყურებ ხოლმე კილების ძაბვას, ჩემ OSD-შიც ეგრე მაქვს და ეგ არის ჩემთვის ინდიკატორი იმისა, თუ დამუხტული არის თუ არა აკუმულატორი. თქვენ შეგიძლიათ საერთო ძაბვას უყუროთ, რომელიც არის 22.21. დამუხტვის შემთხვევაში 25.2. 25.2-ია, კი ბატონო. ეხლა გავიგეთ, რომ ეს აკუმულატორი დამჯდარია და გვინდა ამის დამუხტვა. დასამუხტად უნდა ქონდეს ესეთი ჩარჯერი. ზუსტად ესეთი აუცილებელი არ არის მეგობრებო და ასეთი სყიდვას დამწყებს მე არ გიჩვევთ, იმიტომ რომ ამას აქვს ორი არხი, ორი აკუმულატორის დატენვა შეგიძლიათ და თითოეულ არხზე აქვს 650 ვატი. ერთი აკუმულატორის დასატენად 650 ვატი ძალიან ბევრია. ან 15 ამპერის მოცემა შეუძლია, როდესაც სვლადი დენის კვებაზე გვაქვს შეერთებული. როდესაც შევაერთებთ როზეტში, აქ ამ შემთხვევაში ვაძლევს 200 ვატ სიმძლავრეს მხოლოდ. ესე იგი, როგორ ხდება ჩვენ ამისი დამუხტვა, ხო? აი, balance plug-ი შევაერთე. აი, ნახეთ, უყურებ, რომ მინუსი, აი ამ მინუსს ემთხვეოდეს. ასევე ამას აქვს ესეთი ღრმული, რომელიც გვიცავს იმისგან, რომ არასწორად შევაერთოთ ჩვენი აკუმულატორი. ასე. balance plug-ი შევაერთეთ, აქ გვიჩვენებს ძაბვას. და XT60-ით შევაერთეთ. კი ბატონო. ეხა ანუ აქ შეგვიძლია წავიკითხოთ პარამეტრები, რა ძაბვა გვაქვს, აკუმულატორის ძაბვა და თითოეული კილის ბანკის ძაბვა. შემდეგ სხვადასხვა ჩარჯერებს, ანუ აკუმულატორის დასამუხტი მოწყობილობებს სხვადასხვა მენიუ აქვს, ეს დამოკიდებული ამ ჩარჯერის წარმოებელზე, ბრენდზე. ამ შემთხვევაში იმისათვის რომ დავიწყოთ ჩვენი აკუმულატორის დამუხტვა, უნდა შევიდეთ და ავირჩიოთ ლითიუმ პოლიმერი. რა 9.8 ტენიდი ბიჭო? 9.8 იმიტომ ტენიდი რომ დავტენე 7 ცალი. უნდა აუცილებლად უნდა დავარწმუნოთ რომ ჩარჯ ანუ დამუხტვაზე გვაქვს, ასევე არჩეული უნდა ქონდეს ლითიუმ პოლიმერი. ამ ჩარჯერით შეგვიძლია სხვა სახის აკუმულატორების დავმუხტოთ, როგორც არის ლითიუმ იონი, ლითიუმ მაღალი ძაბვის, ასევე ლითიუმ ფერუმი და ასე შემდეგ. ჩვენ შემთხვევაში რახან ეს არის ლითიუმ პოლიმერი, ლიპო უნდა ავარჩიოთ. ეს არის თითოეული კილის ანუ ბანკის ძაბვა 4.2 შეგვიძლია უფრო მეტ ძაბვაზე მოვუმატოთ, მაგრამ ამას კატეგორიულად არავის არ გირჩევთ, იმიტომ რომ ეს არის საშიში, შეიძლება აკუმულატორი შუა დამუხტვის დროს უბრალოდ ცეცხლი მოეკიდოს. ამიტომ 4.20 არის აი აქ ესეთი thumbs up ნიშანია, ამაზე გავაჩეროთ. ავტომატურად დაინახა ამ ჩარჯერმა რომ 6S-ია, ანუ 6 კილიანი აკუმულატორი არის და უნდა შევარჩიოთ რა ამპერაჟით ვტენით. ესე იგი, როგორც ჩვენ წეღანები ლაპარაკეთ, უნდა დავტენოთ 1C ამპერით, ანუ 1.5-ით. ამ შემთხვევაში დავამრგვალე 1480 კი არის, მაგრამ დავამრგვალე და 1.5 არაფერი არ დაშავდება.
start task. ანუ დავიწყეთ დამუხტვა, თვითონ დამუხტავს, როდესაც ძაბვა მივა 4.2 ვოლტზე, რაც არის 100%-იანი დამუხტვის ინდიკატორი, ავტომატურად გაჩერდება. ერთი ნიუანსი კიდე დატენვის დროს, როდესაც აკუმულატორებს ტენით ხოლმე მით უმეტეს სახში, ხო? სასურველია, რომ გაჩეკოთ ხოლმე ელემენტი ხელით. ჩემი ჩვევა უკვე, იმიტომ რომ არის იმის დიდი საშიშროება, რომ რომელიღაცა სელზე კონდეს დიდი წინაღობა და რაღაც პრობლემა კონდეს ელემენტს და დატენვის დროს თუ ძალიან ხურდება, აუცილებლად გააჩერეთ დატენვა, იმიტომ რომ თუ არ გააჩერებ, ან დამტენი არ აქვს ისეთი, რომელსაც ავტომატურად შეუძლია რომ ამოიცნოს და გათიშოს, მაგალითად ჩემ დამტენზე მქონდა ეგეთი შემთხვევა, რომ ტენიდი და გადახურდა დატენვის დროს და გაჩერდა. იმიტომ რომ რაღაცა სელს ქონდა პრობლემა და აღარ დაწვა, თორე ეგეთი დაცვა რო არ ქონოდა ჩემს დამტენს, უბრალოდ ხანძარს გავაჩენდი, მინიმუმ იმ ადგილს დაუწავდი, რა ადგილზეც ესენი ელაგა. ამიტომ სასურველია, რომ რაღაცა ან მე იმას რო კაფელს რო ვეძახით თუ მეტლახს რო ვეძახით, ან ქვაზე, ან ისეთ ზედაპირზე დავტენოთ ხოლმე აკუმულატორები, რომელიც ცეცხლისთვის არ არის საშიში, რადგან არავინ არ ვარ დაზღვეული დატენის დროს რაღაც შეიძლება მოხდეს და უბრალოდ ამან დაიწყოს ნაპერწკლების გამოყრა გარეთ, ნუ მინიმუმ ბოლი გამოუშვას და რო არ დავაზიანოთ თუნდაც ჩვენი სახლი. ამისთვის პირველი რაც საკეთებ ხოლმე ყოველ 15 წუთში ერთხელ მიდი და უბრალოდ ხელი ესე დაადე, თუ შეხედავ რომ რომელიმე სელი ბანკა რომელიღაცა ცხელია, ესე იგი რაღაცა პრობლემაა და შეგიძლია გატესტო აქ ნახო წინაღობები. ამ შემთხვევაში შეგიძლია დატენის დროს ნახო უკვე რა წინაღობები რამდენია ამ ელემენტზე ხა მაღალს, იმიტომ აჩვენებს რომ ეს დამჯდარია და რომ დაიტენება მე ესენი დაიწევს და თითქმის ერთნაირები უნდა იყოს. კი არის 2-3 წინაღობა 2-3 ომის სხვაობა რო კონდეს, ეგ მოსული ვარიანტია, მაგრამ თუ გაქვს სიტყვაზე რომელიღაცა სელზე, პირველ სელზე გაქვს 10 და მეორეზე გაქვს 30, ეგ უკვე ნიშნავს, რომ შენს ელემენტს ერხება. რაც ჩემს ელემენტზე უკვე ქონდა ეგეთი პრობლემა, რომ პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე სელზე მქონდა 8 წინაღობა და მეხუთე და მეექვსეზე ერთზე 35 იყო და მეორეზე 42-დან ეს ელემენტია ზუსტად ეგ, რომ მეგონა რომ მოკვდა ეს ელემენტი, პარენ ბოლომდე მოვკლა თქო რომ ესე არ გადავაგდო თქო და ერთხელ ვიფრინე მაგრად ვაწურინე, მე მეორედ დავტენე კიდე ერთხელ და კიდე ერთხელ ვიფრინე და მესამედ რო დღეს ამ ელემენტით ვიფრინე, სანამ დავტენიდი უბრალოდ მესამედ რო დავტენე, წინაღობები ერთნაირად დაждდა, ანუ უყურებ არაფერი განსხვავება 1 და 2 ომია განსხვავება, ანუ არ ვიცი რანაირად გასწორდა, მაგრამ გასწორდა, ანუ ესე შემთხვევებიც ხდება ხოლმე. თუ დაინახეთ რომ რომელიღაცაზე გაგექცათ წინაღობა, თლად არ შეგეშინდეს იმ მომენტში, რამოდენიმეჯერ სცადე კიდე მისი დატენვა და განმუხტა და შეიძლება გასწორდეს. თუ არ გასწორდა, ესე იგი უკვე უნდა მიაბაროთ მიწას. ერთი რაღაცაც ბარემ თქვათ რომ აკუმულატორი არ დატოვოთ უყურადღებოთ დამუხტვის დროს, იმიტომ რომ კი ახლა ახალ აკუმულატორს არ მოსდის, ნუ შეიძლება მაინც მოუვიდეს, მაგრამ ნაკლები შანსია 1%-ია მაგის შანსი, თუმცა დაზღვეული არავინ არაფრისგან არა ვართ და შეიძლება წაიკიდოს უცებ ცეცხლი, რომელიც ცეცხლის ქიმიური ცეცხლია და წყალის დასხმით ან სხვა რაღაცით არ ქრება. არ წყალი რომ დაასხა უარესია. არა, წყალს რომ დაასხა, მაინც არ ხდება, ქიმიური ცეცხლი მიდის და ცეცხლმაყრითაც ძნელია მისი ლიკვიდირება, ამიტომ არ დატოვოთ უყურადღებოთ განსაკუთრებით დამუხტვის დროს. ასევე გაითვალისწინეთ ის, რომ თუ აკუმულატორი გაბერილია, ანუ ხმარებაში იბერებიან ხოლმე აკუმულატორები, ჩვეულებრივი ამბავია, იბერებიან. ის აკუმულატორი განსაკუთრებული იმ აკუმულატორს განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდეთ დამუხტვისას და განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ყავდეთ, რომ ამე არ მოხდეს. ასევე შეიძინეთ რაიმე ისეთი მყარი ნივთი, ცეცხლგამძლე, რომელზეც თქვენ დამტენს და ლითიუმის აკუმულატორებს დაალაგებთ და იქ დატენით. რაღაცა რომ მოხდეს, რომ არ წაიკიდოს სახლს ცეცხლი რა. ანუ ხალიჩაზე ნუ დამუხტავთ აკუმულატორებს. ხალიჩაზე, პარკეტზე და ასე შემდეგ ასმევები ხოლმე. ხო, ნუ დამუხტავთ მაინც და მაინც რაღაცა ისეთი შეიძლება. სიფრთხილეს თავი არ სკივა. ხო, ანუ საკმაოდ მე არ მოსვლი არასდროს ეგ შემთხვევა, 2019 წლიდან მუხტავ
არა ერთს, არამედ რამოდენიმე აკუმულატორს ერთ ჯერზე. მაგაზე ცალკე ვისაუბრებთ. ეგ დამწყებისთვის არ არის. ეგ ამბავი ჯობია თავიდან ორი აკუმულატორი დამუხტოთ, ან ერთი აკუმულატორი დამუხტოთ, გააჩნია თქვენი ჩარჯერი რამდენ აკუმულატორს ერევა ერთ დამუხტვაზე და შემდგომ გამოცდილებას რო დააგროვებთ, შემდეგ გადადით პარალელურ ჩარჯინგზე. რაც ნიშნავს იმას, რომ 10 ცალ აკუმულატორს ტენი ერთ დამუხტვაზე რა 40 წუთში. ჩვენი აკუმულატორი დაიტენა და შეგვიძლია გავთიშოთ ჩვენი ჩარჯერი დამუხტვის რეჟიმიდან და აკუმულატორი მოვხსნათ და შეგვიძლია ეს აკუმულატორი უკვე გამოვიყენოთ ჩვენი აქტივი დრონის საფრენით. მეგობრებო, სულ ეს იყო. ჩვენ ვცდილობთ, რომ თქვენთვის სასარგებლო ვიდეოები გადავიღოთ. თქვენს ნუდ და გეზარებათ და დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, დააზარუნეთ. და ეს ღილაკს ხელი მიაჭერეთ აუცილებლად, რომ განახლებები მოგივიდეთ ხოლმე. ეს იქნება ჩვენთვის ხარდაჭერა, სტიმული იმისთვის, რომ უფრო მეტი და მეტი ვიდეოები გავაკეთოთ ხოლმე და უფრო მეტად საინტერესო და სასარგებლო რგოლები ჩავწეროთ ხოლმე თქვენთვის, თორე ჩვენ კი ვიცით ეს ყველაფერი. ასე რომ, როგორც უხო მაგნიშნა, გამოიწერეთ, გამოყვევით Instagram-ებზე. იქაც საინტერესო რაღაცებს ვაზიარებთ ხოლმე. ზარის ღილაკი, მოწონება, აბა დროებით. წარმატებებს გისურვებთ, უკრაშენ ფრენებს გისურვებთ. კარგად.